Rostom ახალის თუ ხალია ნახული დაიხარეს. მეც მახელი მოგიმართვა. ჩვენც მოგვიკითხე ბუნებრივია და ისე მოვხდით ჩვენ აი ამ ჯგუფში და რადგანაც მოვხდით ჩვენ მზად ვართ რომ იმსახუროთ და ის ყველაფერი თქვენი გაჭიროა მიტანილი იქნას საკანონმდებლო ორგანომდე და ის ყველაფერი მოვიტანოთ თქვენთან რაც აუცილებელია ნორმალური ცხოვრებისათვის და გამით ამის პირობას გაძლევ და დანარჩენი კიდევ ლაპარაკ იმისთანა გუნდში ვარ რომ მე სხვანაირად ვერც გავაკეთებ და ვერც შევძლებ ეს ბუნებით დაბადებულია ალბათ რომ დეიფიცა რომელიც ჩემ ხალხს კარგი უნდა გაუწევს. აგა შენათმოს ეს ამთელი ამის ფილოსოფია. ყველაფერი მაგია სულ აღარ. რას ვლაპარაკობ? სამი ძალა იყო, ხო? ცენტრალურ მმართველობაში. და არცეც არ ქონია იმის სურვილი, რომ დიაგნოზი დასმულიყო. რა გვჭირს? გვჭირს ერთი რამე, უნდა შევდგეთ საზოგადოებად. ჩამოვყალიბდეთ უნდა ეს ხალხი ვარ დაფანტული. ეს ნიჭიც, ეს იგი რა ქვია უნარიც ეს მონდომებაც ყველაფერი ფუჭია, როდესაც ვარ ბრინჯივით გაბნეული. მომხე მე ვარ, მაგრამ აქ ხალხში რაღაცა შიში სინდრომია საქსოვილი. რატომ არის და რო დაგინახავენ ახლა ტელევიზიაში დამინახავენ ამაღამ მომადგებიან სახში სამართალდამცავი. რა ვიცი ნახოთ ამაღამ თუ მომადგენ რა იცით რა პრობლემებია სახში და როგორც ხარობს მე ყველაფერი ვიცი ახლა მაგრამ რა უნდა გითხრათ ახლა ერთი 30% 20% ცხოვრობს ახლა კარგად დანარჩენს რა შეიძლება ეს საგაში ეკლანია მაგრამ სხვასაც უნდა ცხოვრება მოსახლეობის განწყობა გადახდილია ქართული ოსტების მხარეზე მაგრამ ხალხს ეშინია ლაპარაკის იქ გამოხატავს საარჩევნო უბანზე გამოხატავენ თავისას ცოტა შეშინებულია ხალხი ეს ეთყობოდა აქტიურობას ანუ ცოტა იყო გამოსული შეხვედრაზე როგორც თვითონ ჩვენი კოორდინატორები საუბრობენ რომ მხარდაჭერა არის მაგრამ რაღაცის გამო უწევთ იმის ანგარიშის გაწევა რომ არ გამოვიდნენ და ეგ დაკავშირებულია როგორც ჩანს ზოგს მაღაზიები აქვს ზოგს რაღაც ობიექტები აქვს ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებით ზოგი კიდე პრობაციონერია და აქვს იმის შიში რომ ხელისუფლება მასზე ზემოქმედებას მოახდენს და როგორ არის რამოდენიმე ფაქტი რომ ეთქობა მოხდენილია ზემოქმედებას იმიტომ რომ აშკარად ადამიანი ვიცი რომ ჩვენი მხარდამჭერია და აერიდა ჩვენთან შეხვედრას მაგრამ მე მინდა მოუწოდო თვითონ სარფელებს და მინდა მოუწოდო სარფელებს და მაცხოვრებლებს რომ მურდაფრის შიში მოექნებათ ეს ყველაფერი 20 წლებში დასრულდება ამიტომ ქართული ოცნება კოალიცია ქართული ოცნება მოვა ხელისუფლებაში და ეს ყველა პრობლემები მათ გააჩნიათ გამოგვარდება აღარ იქნება შიში აღარ იქნება დაძალება იქნება თავისუფალი გარემო